პირველ რიგში მოგესალმებით. დიახ, ელენე გადმოიყვანეს სევასტოპოლის ქუჩაზე, პოლიციაში, სადაც არ ვიცი ეს გამოგონილი ბრალი თითქოს ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ასე ვთქვათ, კახა კალაძეს, რომელსაც მთლიანად აქვს ფასი დაკარგული პოლიტიკური, მის ბანერს მიანიჭოს რაღაცა სამართლებრივი და პოლიტიკური ფასი. გამორიცხულია, ვინმე შეშინდეს, ვინმე შეაჩეროს წინააღმდეგობა. დღეს დააკავეს ელენე ხოშტარია, ხვალ ჩვენ გავაგრძელებთ წინააღმდეგობას. კოალიცია ცვლილებისთვის ყველა წევრი არც ერთ დღეს არ ჩააგდებს წინააღმდეგობის გარეშე, ვინაიდან ახლა თითოეული დღე არის გადამწყვეტი, რათა ეს რეჟიმი საბოლოოდ ჩამოიშალოს, ვინაიდან ეს სამარცხვინო ხალხი, ეს კრიმინალების ბანდა ცდილობს, რომ საბოლოო ჯამში ყველა ის ოპოზიცია, ვინც და ოპოზიციური ლიდერი, ვინც არ გარიგდა და არ გაურიგდა რეჟიმს, ჩააგდოს საპყრობილეში. მაგრამ ამის შიში არავის არ აქვს. რაც შეეხება უშუალოდ ელენესთან დაკავშირებით, ალბათ აქვე მოხდება სამართლებრივი პროცედურები, ადვოკატიც მოვა მალე, იმიტომ რომ ახლა ხან გამოიყვანეს, სულ რამოდენიმე წუთია ამ სამართლოში, მაგრამ არანაირი სამართლებრივი რაღაცა რეაქცია, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ წინასწარ იცის ყველაფერი თუ რა ხდება ამ ქვეყანაში, ყველა მიცის წინასწარ, რომ ვინც არ ურიგდება რეჟიმს, იმ ადამიანის თავისუფლებას ემუქრება საფრთხე, მაგრამ აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ ვინმეს თავისუფლებას ემუქრება საფრთხე, ვინაიდან ჩვენ ვიცით ბუნება რეჟიმის, არამედ პრობლემა არის ის, რომ რეჟიმი გასულია მთლიანად პოლიტიკური, სამართლებრივი, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ის დაემსგავსა, აი სახაროვამ დღეს რო შეაქვა იმ რეჟიმს, სახაროვა საყვარელი პოლიტიკოსები არიან, ირაკლი კობახიძე, კალაძე და ეს ყველა ის კრიმინალი და ბიძინა ივანიშვილის მონა, ვინც ახლა არის. არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება უკან. კახა კალაძის ბანერებს, პირადად კახა კალაძეს ყველა იმ ოფისს ემუქრება ისეთი საფრთხე, რომ მე შეიძლება წლები ჩამოარიგონ, მაგრამ საბოლოო ჯამში კახა კალაძე ვერ იქნება ამ ქალაქის მერი, იმიტომ რომ ის არის სამარცხვინო კორუმპირებული კრიმინალი, ის არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ანტიქართულს, ანტიქართველურს და ერთადერთი რაც მას შეუძლია არის ის, რომ ახალგაზრდა გოგონას მეგის აქტივის უჩივლოს და დააჭერინოს, მას შეუძლია რომ ელენე ხოშტარიან, რომელმაც გუშინდელი აქტით სოლიდარობა გამოხატა მეგის მიმართ, დააჭერინოს და ასე შემდეგ, მაგრამ მათ ძალიან ცუდი პოლიტიკური მომავალი ელოდებათ, ისინი ამ ქვეყანაში უბრალოდ ვერ გაჩნდებიან, იმიტომ რომ მათ უღალატეს ამ ქვეყანას. კი ბატონო, თენგო, როგორ ფიქრობთ, აი კონკრეტულად ელენესთან დაკავშირებით რა ზომებს შეიძლება მიმართოს პროკურატურამ, აი მეგი ახსენეთ, თქვენ ხო მეგი დიასამიწის შემთხვევა იყო ზუსტად ანალოგიური кейსი და მეგის შემთხვევაში გირაოს საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. აი ელენეს პოზიცია ხომ არ იცით, როგორი არის? არ ვიცი, ის ალბათ ელოდებოდა რომ მოხდებოდა მისი დაკავება, არ ვიცი, აი ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ სხვათა შორის თავად ქართული ოცნების რიგებიდან, აი მათი მხარდამჭერები, უკვე სამთავრობო მედიებიც აქტიურად რაღაცა ესესვამენ კითხვას, თუ გირაო შეუფარდეს, გადაიხდის თუ არა ელენე ხოშტარია ამ გირაოს თანხას. ხო და აი ზუსტად ის პროპაგანდისტული პოზიციები და მოსაზრებები, რომლებიც აქვს, აი თქვენ ვინც თქვით, ეს იქნება მედია თუ კონკრეტული სააგენტოები, ერთი რაც არის აქ ცხადი, რომ რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღოს პოლიტიკურმა პოლიციამ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვია დღეს და დაარქვეს ეს სახელი, ყველანაირ შემთხვევაში ჩვენგან იქნება წინააღმდეგობა. რაც შეეხება იმას, რომ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო და ასე შემდეგ და თვითონ პროკურატურა რა შემდგომას დააყენებს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ რეჟიმს დავემორჩილოთ, ვინაიდან მათ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება არის უკანონო, მათ მიერ მიღებული ყველა სამართლებრივი გადაწყვეტილება არის უსაბუზო. აი რა იქნება, არ გადაიხდება. ჩვენ უნდა დაველოდოთ, არც გირაო, არც პატიმრობა, არც ერთი ეს შეფასება სამართლებრივი არ არის ობიექტური. ჩვენ დაველოდოთ, შეიძლება წესით ახლავე უნდა უშვებდნენ ელენე ხოშტარიას, ვინაიდან ამ ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ მოგონილ დანაშაულს არანაირი სამართლებრივი შემადგენლობა არ აქვს. ამიტომ ჩვენ დაველოდოთ, რას აპირებენ ამ პოლიტიკურ პოლიციის შენობაში და ამის შემდეგ რა თქმა უნდა გაკეთდება შეფასებაც. მოლოდინი იმისა, რომ ელენე ხოშტარიას დააკავებდნენ, რა თქმა უნდა იყო, მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მეგის, ელენეს, სხვა პოლიტპატიმრების მიმართ, თუ ელენე პატიმრობაში დატოვეს, სოლიდარობას, მხარდაჭერას და დაუმორჩილებლობის აქტს, რა თქმა უნდა, ჩვენ მას გავაგრძელებთ, დაუმორჩილებლობა გაგრძელდება, რეჟიმთან არ გარიგება, გაგრძელდება რეჟიმის ჩამოშლავი და ბოლოს ჩვენ გავიმარჯვებთ, ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი. რეჟიმი არის ძალიან სუსტი, ერთმანეთს ცემენ, ერთმანეთს ღალატობენ და ესე მიაჩნიათ მათ, რომ ვინც კანონიერად იქცევა მოღალატია, ერთმანეთს ღალატობენ,
არიან ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან, იმიტომ რომ ისინი არიან ლაჩრები და ლაჩრები, რომლებიც მეგი დააკავეს, რომელიც ელენე დააკავეს და სხვა პოლიტპატიმრებს, ზოგს ნარკოტიკები ჩაუდეს, ზოგს კიდე ბოთლისროლა თითქოს აქციაზე. საბოლოო ჯამში ეს ტყუილის ინდუსტრია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და ერთადერთი ვინც ამაზე პასუხისმგებელი არის ბიძინა ივანიშვილი, ჩამოიშლება და ბიძინა ივანიშვილს მიუმართა, რომ დროზე მიიღოს გონივრული გადაწყვეტილებები, ვინაიდან ეს მისი მონები, რომლებიც ეხლა ყავს ხელისუფლებაში მოკალათებული და რაღაც სტატუსები ჩამოურიგა, პირველ რიგში ეგენი უღალატებენ და დაწყებული აქვს ღალატი. დაწყებული აქვს მისი ღალატი და მისი მხილება და ეს მალე მოხდება და ამას ყველა გაიგებს მალე. ხო, აი მე ვახსენე ხო, ესა მედიები თქოს პროპაგანდისტული და აი ვოლსკის კომენტარი გავხსენი ახლა ინტერპრეს ნიუსზე IPN სუდევს. გიავოვსკი ამბობს, შეჯიბრი მიმდინარეობს, ვინ უფრო მეტი ექსტრემისტრია, გედი ფოფხაძე, ელენე ხოშტარია თუ ლევან ხაბეიშვილი. ამ შეჯიბრში წინ გაიჭრნენ გედი და ლევანი და ახლა ელენეს უნდა რომ წამოეწიოს. არ გაუჭირდება გირაოს გადახდაო ამბობს. გიავოვსკი. ბატონ ვოლსკის მიმართავ ქართულ ოცნებაში მიმდინარეობს შეჯიბრი, ვინ უფრო მეტი ბოლშევიკი იქნება და ვინ უფრო მეტი რუსი იქნება. ჯერჯერობით დაწინაურებულია კახა კალაძე, ვინაიდან კახა კალაძეს სახელზეა უკანონო პატიმრები, კახა კალაძეს სახელზეა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე ბოლშევიკების ესე ვთქვათ საქილიკო არაფერი არ არის. ამ ბოლშევიკებს შესაბამის პასუხს აუცილებლად მოსთხოვს ქართული საზოგადოება და ეს დრო შორს არ არის და ეს დღეც. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, მადლობა თქვენ და დიახ, მადლობა თქვენ და მინდა მოქალაქეებს ჩვენ საზოგადოებას მიმართ ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი. უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. ყოველ დღე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და რეჟიმს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ შეურიგდებით ამ კრიმინალების ბანდას. ისე როგორც არასდროს გულწრფელად მჯერა ამის და გულწრფელად ესია, ვინაიდან ერთმანეთს აპატიმრებენ, ერთმანეთს უსწორდებიან ფიზიკურად, რეჟიმი ისე სუსტია როგორც არასდროს და გამარჯვება ისე ახლოა როგორც არასდროს. მე ამაში ვარ დარწმუნებული. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა.